დილა მშვიდობი, როგორ ხართ ჩემო სიხარულებო, ხომ ხართ კარგად? ჩვენთან ამ სიცივეებმა ყველაფერი აურდაურია, ეხლა დედა ჩემს მეუბნებოდი, რომ პური გინდა დედა. კანონკა გაგვიფუჭდა. სადარდებელი გვაქვს ახლა. ორი კანონკა გვაქვს აქ. სამზარეულოში ცალკე გვაქვს და აბაზანაში ცალკე. და ის გაფუჭდა. მარტო ჩვენ კი არა, მე მგონი რომ ძალიან ბევრს რა ისეთი ძლიერი ყინვა იყო, რომ წყლები გაუყინა, ზოგს ალბათ ტუბებიც გაუსკდა, არ ვიცი რა, ძალიან ცუდი ის იყო სიცივე 2-3 დღის წინ. ჩვენთანაც ჩვენ შეგვეხოდა კანონკა გაფუჭდა და ეხლა მაგას ვფიქრობთ რა ვიცი. მე გავაკეთებინოთ თუ გაკეთდება ეგეც თუ არა და თბილი წყლის გარეშე ხო ვერ ვიქნებით, ძალიან ძნელია. ასეთი ამბები. ცუდი პრობლემა. ეს არის ნამდვილად პრობლემა. უშინკური გამოვაცხეთ იმდენი, რომ დღეს აღარა გვაქვს, არც ხვალ მე მგონი გვეყოფა 2 დღე. 12-ის ნახევარია, ყავა დავდიოთ ახლა. მათე წავიდა სკოლაში. ჩემი ბიჭი. ვნერვიულობ მაგაზე. გაზის გამათბობლის ამბავზე ვნერვიულობ, იმიტომ რომ იაფიც არ არის როგორც ვიცი, რავი, 700 ლარი ის მგონი. ძვირია. ისინი ვეღარ შევალაგეთ გუშინ. ჭურჭეს არ ვტოვებ ხომ, არ არსებობს, სულ დაღლილი იყო, სულ ცუდად ვიყო, მაინც გავრეცხე. მაგრამ ეს არის რა ქვია, ესენი დამჭა. შეлагებია. ეუს მორაბ აღარა მაქვს, მე მგონი, გამომელია. მაგრამ პეჩენიები მაქვს, ვიღაცა მოწერა ეს პეჩენია სად იყიდეო ალბათ იმაზე რა ქვია. აი ამაზე. ნახეთ სად ვინახავ. ბოლო მივაგენი, სად ინახება კარგად. იდეალურად ინახავს ეს კონტეინერი. ალბათ ამაზე მეკითხებოდა. ერთი არის მარწყვის, მეორეა ალუბლის და ვიყიდე ბეგელში. ბეგელში იყიდება და ძალიან იაფი პირს. კილო ღირს 7 და რაღაც 7.5 მე მგონი. იაფია ხო პეჩენიისთვის ისეთი ძვირებია პეჩენიები კარგები რომ 14-15 ლარი და ნორმალურია, ცუდი არ არის. ეს ეხლა ყავა გავაკეთეთ ჩვენ
ორიგინალმა ცვიამაი გადაჩატანილი რომ აქ ალბათ არა მაქვს კარგად ჩატანილი და ცუდად მაქვს აქ შორს ცუდად მიმჩნევა მაგრამ შევს ისეთ ცივა რომ დედა ყავა გინდა? გუშინაც მოწერეს დედა შენს ნალექიან ყავასო ნუ ასმეო არ შეიძლებაო ისე არ გაუღიზიანდეს ნაღველაო ძალიან ცუდიაო ნალექიანი ყავაო დედა რა ვიცი აბა ესე მეუბნებია შენზე როგორ არა მოქმედებს დედა ყველაზე მოქმედებს ნაღველაზე მოქმედებს შენზე კი მართლა რატო რა მეთქი უმიო არა უშავს ხო მეც მლაშე მომეჩვენე ჩვენი პური მე არ მიყვარს მლაშე პური მლაშე საჭმელი არ მიყვარს სულ ყოველთვის ვაკლებ ხოლმე მარის და მომეჩვენა მეც რომ მლაშია ჩვენი პური და ანაგარი მლაშეო შეიძლება მეც ეგეთი ნაწილი შევჭამე დედა სადაც ის იყო მარილი მოგროვილი ერთად არ ვიცი აბა მე მათერო სახში არ არის ისეთი მოწყენილობა არის და ისეთი რაღაცნაირად არის რა მე ვეძლებ მათის გარეშე და რომ მოვახოლმე როგორ შემოიტანს სიხარულს ხიარულობას გუშინ სუსელი მოვიდაო ვიგუნდავეთო სუთოლიანი იყო ადუხეს ჩვენი ყავა ესეთი სადარდებელი გამოჩნდა ყოფა მე წყალზე ერთმანეთს დაიმთხვა თან ახლა გადასახადებიც ამა გადასახდელი 240 და პლუს ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სხვა გზა არ არის მოკლედ გადავლახავთ რამენაირად ამ ზამთარს გადავიტანთ ზამთარი არის ესეთი რთული ზაფხულში არც არაფერი ფუჭდება და მთელი ყველაფერს აფუჭებს არც გადასახადები არ არის რთული პერიოდი არის ძალიან ჩემთვის მამა ჩემის ამბავით რომ დაემთხვა და ეს არა სიტყვით რამდენი უნდა გქონდეს ხო რომ ყველაფერს გასწრებ ესეთ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება გაჭირვებაში ზოგადად ყველას მარტო ჩემზე არა როგორ არ მიყვარს თან ესეთი ისა ლაპარაკი ზოგჯერ ხოლმე თითქოს რომ იტყვი და ვიღაცას რო შენ გულის ტკივის ეტყვი აი ამ თქმითაც გიმსუბუქდება თორე ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ხა არავის არაფერს არ ასთხოვ და არა ვარდებულებ უბრალოდ როცა ამბობ თითქოს გიმსუბუქდება ის ტკივილი რაც გაქვს გულში ეგრე არის და მადლობა ღმერთს რომ შეგვიძლია ერთმანეთის მოსმენა გაგება ამას არაფერი არ უნდა უბრალოდ უნდა მოვსმინო ადამიანს და გაიზიარო მისია მადლობა თქვენ ამისთვის რომ მისმენთ ამდენი წელი უკვე ჩვენ გვერდზე ხართ და ჩვენ ვამხნევებთ ერთმანეთს ალა ადუღდა და ჩემს არ უნდა და
არ გვიყვარს ესეთი ლაპარაკი ადამიანებს. კი, ყველას გვიყვარსო კარგი ვთქვათ, კარგი გავუზიაროთ. რა თქმა უნდა, არ ვიცი ზოგს ალბათ შეიძლება ჩვენაც აქ რომ სულ იმაზე ლაპარაკოს, რომ რა როგორ უჭის, რანაირად უჭის, მაგრამ იცით რა არის? რა თქმა უნდა, ოქროს შუალედი ძალიან მნიშვნელოვანია დავუცოთ ყველაფერში, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ტკივილის გაზიარებას, ჩვენ შინაგანად, რაც რა ტკივილიც გვაქვს, ამის გაზიარებაც უნდა შეგვეძლოს. კარგი საადვილი არის, ეს ძნელი არის, არ არის ადვილი. შინაგანად, რაც გაწუხებს ეს რო თქვა და ამოთქვა. მაგრამ უნდა შეგეძლოს. ამოსმენაც უნდა შეგვეძლოს, რა თქმა უნდა. ხო, მე მიჭის, მაგრამ ვსწავლობ, რომ შემეცხრა, ჩემი ტკივილის გაზიარებაც. დედა, აბა ყავა არ გინდა, პეჩენია გინდა? რომელი? იცით რა მხილათაა, ნახევარს ვჭამეც, მეც ვერა. დიდი მადლობა თქვენ რომ მიგებთ ხოლმე ყოველთვის. ისეთი არც არავინ აღარ არის ჩემთან რომ ვერ მიგებდეს. ძალიან ისეთი არხი არის შინაურული, მართლა თითქოს ოჯახის წევრები ვართ ჩემო გოგოებო და თავისუფლად ვარ თქვენთან. ძალიან, ანუ ყველაფერი შემიძლია რომ მოვყვე. მივახცი ამას მართლა რომ ჩემ არხზე ინტერესი დაკარგეს იმ ადამიანებმა, ვისაც ცუდის დაწერა უნდათ ხოლმე. ინტერესი აღარ აქვთ. იმიტომ რომ მათი აზრები საჯარო აღარ ხდება. ამიტომ დაკარგეს ინტერესი. თუ რამე გამომიქვეყნებია ხომი ადრე, უფრო სწორად არ წამიშლია ხომი, იმიტომ რომ მაშინ კომენტარები სხვანაირად მქონდა და არ მქონდა ისე დაყინებული რომ ჯერ მე მომსვლა და იმასაც ვნანობ. იცით რატო? იმიტომ ვნანობ, რომ ანუ მე არც არავის ჭკუის დამრიგებელი არა ვარ აქ. არც არავის არაფერს არ ვასწავლი. მასწავლებელიც არა ვარ. მე უბრალოდ ჩემ ცხოვრებას ვაზიარებ და როცა რაღაცა ცუდი იწერება, მე გიწევს რომ პასუხი გასცე. გიწევს რომ შენი თავი დაიცვა და სხვას ჭკუა ასწავლო, ან რა ვიცი, უთხრა რომ ესე ნულაპარაკო. ამიტომ ძალიან კარგი მადლობა YouTube-ს, რომ ეს ფუნქცია აქვს. რომ ჯერ შენ მოგივიდეს ის ყველაფერი და რაც არ არის საჭირო, რაც არ გეკუთვნის, რაც არ გეკადრება და რისი გამოქვეყნებაც არ ღირს, ის არ გამოქვეყნო.
ამ დროს წერის მაყურებელი ხალხი შენთან აღარ შემოდის. რო ვეღარ ერთობიან და ვერ იკვებებიან ცუდით. მე ამას მივახციე. შრომით. და მიხარია. Sarpetki muuttanut. Საჭმელი მაქვს დღეს. არა მაგას კეთებენ. ბორში გავაკეთეთ გუშინა გვეყოფა. ხვალინდელზე კიდე ხვალ ვიფიქრობ. ხوارგად მოვიღო ცოტა. ავას შევატანო და ჩამოთვლება ბაემ ჭამაში. ცოტა ის მეყოფა. ყველი ძალიან უხდება, მაიადეი და იმიტოა დაცხოლმა. ძალიან კრემი წავისვი, რა ვიცი, უკვე მისჩება. გამისკდა ის. ხო, გამებუშტა თავიდან და მერე გამისკდა. და ნენელა მომისჩება და მეტკინა რა, არ გადამეწიეს. ძალიან ძნელია დამწვრობა. გაფრთხილდით გოგოებო ზეთი, ვაიმე ზეთთან ძალიან გაფრთხილდით. ზეთით დამწვრობა არის საშინელება რა. ადრეც დამეწვა მე ხელი თითები ლობიოს ვუწურავდი წყალს და ის დამექცა ხელზე. ხიდის თავში ვცხოვრობდით რა მაშინ და ნუ არც ის არ იყო ეხლა ადვილი, მაშინ ესე კი არა ძალიან ღრმა დამწვრობა მქონდა, მთელი ერთი თვე ვიწექი მგონი ლოგიში. ძალიან ცუდად ვიყავ.
ნებისმიერი დამწვრობა ძალიან ძნელია, მაგრამ აი ზეთთან უცბად იცის რა, უცბად, აი ჩავდე ეს ჩვენთან იძახის ვინმე პერაშკი ჩავდე და ამოისხა უცბად რა, შემეწუწა. ჩვენთან არის დედა? წავით დროებით გაკოცეთ, კარგად.